მართლმსაჯულების სახლში იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ახალი ვებ-გვერდის და სასწავლო პორტალის პრეზენტაცია გამართა. სასამართლო კანდიდატებს, მოსამართლეებს, თანაშემწეებსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამიზნე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს პირადი ვებ-გვერდი ექნებათ, რომლის საშუალებითაც ისინი საკუთარი სასწავლო პროცესების მართვას თავად მოახერხებენ. ვებ-პორტალის ამუშავების შემდგომ სკოლას საშუალება ექნება განახორციელოს გამოცდების როგორც ჩატარება, ასევე ელექტრონული ფორმის შევსებაც. იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ საზოგადოებას წარუდგინა ახალი ვებ-გვერდი იუსტიციის უმაღლესი სკოლის და ვებ-პორტალი, რომელიც შემუშავდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. ვებ-პორტალი თავისთავად ითვალისწინებს სასამართლო სისტემის შიგნით თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურ გვერდის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომ თავადვე მართოს სასწავლო პროცესი. ვებ-პორტალები არის გათვალისწინებული ჩვენი ყველა სამიზნე ჯგუფისთვის, სამოსამართლეო კანდიდატებისთვის, მოსამართლეებისთვის, სასამართლოს თანამშრომლებისთვის და ისინი თავად შეძლებენ სასწავლო პროცესების მართვას ელექტრონულად. მსმენელების შემთხვევაში, სამოსამართლეო კანდიდატების შემთხვევაში მათ შეეძლებათ როგორც ლექციების გავლა ელექტრონულ ფორმატში დავალებების მიღება, დავალებების შესრულება, ამ დავალებების შეფასება ლექტორების მიერ, ასევე გამოცდების ელექტრონულ ფორმატში ჩაბარება და მთელი მათი სასწავლო პროცესი ელექტრონულად იქნება, ასე ვთქვათ, ელექტრონულ ფორმატში განვითარდება. USAID უკვე დიდი ხანია ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი სკოლა და ეს კონკრეტული პროექტი მათთვის მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ის ითვალისწინებს სასწავლო პროცესების უფრო მეტ გამჭვირვალობას. ვიმედოვნებთ, რომ USAID-ის თანამშრომლობა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან და სასამართლოსთან მომავალშიც გაგრძელდება და ნაყოფიერი იქნება.